დღეს დავდა YouTube ვიდეო, რომელშიც ვახსენე, რომ წინა ვიდეოს ვამონტაჟებდი მგონი 2 თვე. იმდენჯერ ამოვშალე რაღაცა ნაწილები. საბოლოო ვარიანტი ისე ავტვირთე, რომ თავიდან ბოლომდე ნანახი ვიდეო არ მქონდა. აღარ შემილია მომაშორეთ ეს ვიდეო. ავტვირთე ამოხტა copyright strike-ები, ვაიმე 4ჯერ დავაექსპორტა და ავტვირთე ვიდეო. Copyright strike-ები მიხტებოდა ყველაჯერ. აღარც ვიდეო მინდა, აღარც არაფერი მინდა. საერთოდ აღარ დავამონტაჟებ. ერთი პერიოდი იყო, ძალიან აქტიურად ვაკეთებდი ვიდეოებს და მართლა ესე რელიგიურად ყოველ კვირა ვდებდი ხოლმე YouTube-ზე რაღაცა vlogs და მართლა ბევრს ვშრომობდი მაგ ვიდეოებს. ხა და როგორ მახსოვს, კომენტარების სექციაში ერთმა გოგომ გამლანძღარო, ესო რა მუსიკები გაქო დადებული რომ მგონი იტალიის vlog-ი იყო თუ აღარ მახსოვს. შეგიძლია რა ბევრად უკეთესი მუსიკა დაადო, რა ცოტა უბრალოდ character იყოსო რა შეეხება მუსიკაო. ძალიან გამეცინა მაშინ. YouTube-ი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რასაც გვაძლევს Instagram-ი და TikTok-ი. გრძელ ვიდეოებს განსაკუთრებით თუ მონეტიზაცია გაქვს ჩართული და რაღაც 15 ცენტი გერიცხება თითო ვიდეოზე, არის copyright free and royalty free მუსიკა. თვითონ YouTube სტუდიოსაც აქვს თავისი მუსიკის ბიბლიოთეკა. ვაიმე, მანდ არ შეიხედოთ. YouTube სტუდიოს მუსიკის ბიბლიოთეკაში რომ მუსიკებია ღმერთო ჩემო. ერთი პერიოდი ვიყენებდი ხოლმე და არის რაღაც 1-2 სახასიათო რაღაცა შეგიძლია მოძებნო და ვიცი რომ Emma Chamberlain-ი მაგის მუსიკას ადოს მე Emma Chamberlain-ია. ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს მუსიკა დევს და აწერია royalty free, მაგრამ როცა ადებ, მაინც copyright-ები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აღწერაში უწერიათ, რომ შეგიძლია გამოიყენო და ჩართო მონეტიზაცია და კრედიტები უნდა მიუთითო აღწერაში, მაინც ხდება copyright-ები და მე appeal უნდა გააკეთო, მე YouTube-მა უნდა მიმოიხილოს, აი, მთელი ამბავი. გააჩნია როგორი copyright-ი ადევს კონკრეტულ მუსიკას. ვისაც ოდესმე YouTube-ის vlog-ის გაკეთება უცდია და დაუდია ეს მუსიკა, ყველა გეტყვით, რომ მუსიკის არჩევა და მუსიკის დადება და მე იმაზე ლოცვა რომ აიმე copyright-ი და არ იყოს ეს ყველაზე საშინელი მომენტია, იმიტომ რომ ამდენ ვწვალობ, რაღაცა ხასიათი აქვს ვიდეოს, გინდა რომ აი ეს გრძნობა რაღაცა ემოცია მოქონდეს და ეგეთი მუსიკის მოძიება გინდა, მაგრამ ვერ პოულობ და უნდა დაადო რაღაცა საშინელება. ან მაშინ უნდა ნახო ვიღაცა პატარა არტისტები, მე ვნახულობ ხოლმე SoundCloud-ზე ეგეთებს და შეგიძლია რომ მაგ არტისტების ვიდეოები მე მუსიკები დააექსპორტო და დაადო. ეხლა რა პრობლემაა? ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ვიცი რომ ეს მუსიკა გამომიყენებია, ადევს რამდენიმე ვიდეოს, მაგრამ დავადე ახალ ვიდეოს და ეხლა ახალი და copyright-ებულია და ახალ ვიდეოზე აღარ მაძლევს მაგის გამოყენების საშუალებას. მე ტვინში სისხლი ჩამექცა წინა კვირას, რომ ერთ ფრაგმენტში ვერ ავარჩია ისეთი მუსიკა, რომელიც არ იყო copyright. მე და ელენიკოც ვაპარაკავდით მაგაზე და ელენიკოსაც უთხარი რომ მე როგორ ვაკეთებ ხოლმე, არის Epidemic Sound კიდე, რომელსაც ბევრად უკეთესი ბიბლიოთეკა აქვს ვიდრე YouTube სტუდიოს, მაგრამ ფასიანია რაღაც თვეში, ადრე რაღაცა $10 იყო მე მგონი. ისედაც ამდე სიხდი ყოველთვიურად, ამდე subscription-ში, ხო? ცალკე Spotify, ცალკე აუდიო წიგნები, ცალკე Netflix-ი, ცალკე HBO, ცალკე CapCut-ი. CapCut-ზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ხო, მაგათი terms and conditions რო და update-ა მაგის მერე დავაკენსელე, მაგრამ მაინც ვინც არიცოდით, აწიგეცოდინებათ როგორი საწვალებელია ამ მუსიკალური გაფორმება ამ ვიდეოების და მე ვიღაცა რომ გამოხტება, გაგლანძღავს. რაც არ უნდა ცუდი მუსიკა ედოს. მე ავარჩიე ეგ მუსიკა, ხო, მე რატომ ლანძღავ? ჩემი გემოვნებით არის არჩეული და მე დავადე, ხო, ჩემია მუსიკა, შენს ვიდეოს ხო არ ვადებ. მით უმეტეს ესეთი საწვალებელი რო არჩევა და ძლივს რაღაცას რო იპოვი, რომელიც YouTube-ზე strike-ებს არ გიგდებს. უკვე ანუ მუსიკა აქ რო იყო, რაღაც სიმღერა აი აქ ადის ჩვენს თვალში. შეგიძლია თავისუფლად გამოყენება. ეს კვირა 30 გრადუსამდეა ყოველ დღე. ზამთარი იყო აქამდე და ისე მცხელა და ისე აღარ შემიძლია უკვე ყველაფერი. რანამუსით ვეწუწუნა გუშინ ჩემ მშობლებს ვალაპარაკებოდი, თან გავცივ და რამდენ რაღაცას ვყობი ერთდროულად. თბილისში ალბათ 40 გრადუსი იქნება, მაგრამ აქ 30 გრადუსი და თბილისში 40 გრადუსი დაახლოებით ერთმანეთს უდრის. ერთი კვირაა ცუდად ვარ. დევიდს ქონდა რაღაცა ვირუსი წინა კვირას. დევიდი მორჩა, გადმომდო ეხლა მე და ერთი კვირა ვკვდები. სიცხე და ყელისტკივილი ესეთ ამინში რა საშინელებაა, ხო იცით? მინდა რომ ცივი რაღაცები დავლიო. ყელს უარესად მტკენს, ცხელს ვერ ვსვამ, მახველებს, განსაკუთრებით ღამე მახველებს. ერთი კვირა არ მივარჯიშია, არ მირბენია, ვერც სპორტდარბაზში მივდივარ, ვერაფერს ვაკეთებ. ერთადერთი რაც შემილია არის სიარული.
რა გეგმა მაქვს დღეს და რატომ მივდივარ ახლა ამ აპანაკება სიცხეში. დავიწყო უყიდე საჩუქარი საღამოობით, ესეთი რიტუალი აქვს. ჩაი გვაქვს, მე მგონი 1:20 სახლში. დავიდის მამამ ჩაუმიტარა დანიიდან კიდე რაღაც რამდენიმე ჩაი. კარგი დიდი კოლექცია შეგვიგროვდა. დაждდება ხოლმე და თაფლთან ერთად სვამს ჩაის. რაშიც ყიდულობს ამ თაფლს. იწუწება ის თაფლი და ყველგან არის ეს ტკბილი თაფლის რაღაცა ყველაფერს ეკრობა მერე. ზარა ჰომში ვიპოვე უსაყვარლესი ქილა. არაქის დასადები ვუყიდე. არაქს და თაფლს ძალიან აქტიურად მოიხმარს დავიდი და ვუთხარით მეთქი რაშიც ყიდულობ იმაში რო არ შეინახო ახალს გიყიდი მეთქი. რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დავიდის საჩუქარს როგორც იქნა მოვიდა იმ დღეს. თავსახური იყო ცოტა მოტეხილი. მიმაქვს ახლა გამოვაცვლევინო თუ ეკნებათ. თუ არ ეკნებათ მაღაზიაში, მაშინ ამას დავაბრუნებ თუ მიიღებენ. მე ახალს გამოვწერ. ონლაინ არის ისე ვხედავ. მეორეც მოტეხილი ხوار მოვა. Services Women ძალიან მომწონს. ქართულად კირკე ქვია, არც ვიცოდი. მაგრამ Services ვეძახი მე. სიმღერა აქილებს ვისაც მოგწონთ, ვისაც აკითხული გაქვთ. მსგავსი არის Services და ძალიან კაია. დაიბრუნეს, მაგრამ თომის მაღაზია დაკეტილია სტოკჰოლმში. ამიტომ ონლაინ მომიწევს ისევ ახლის გამოწერა. ესეთი აქვს ქვედა ბოლოს მარტო და ქვედა ბოლო ვერ ვნახე მაღაზიაში და ეგ უნდა გამოვწერო ონლაინ. მგონია რომ ქვედა ბოლო უფრო მომიხდება ვიდრე ეს ძალიან ლამაზი კაბაა, მაგრამ რატო არ მიხდება ესე ვერ ვხვდები. Not a effortless chic კაბაა, მაგრამ ამ კაბას ძალიან ხანი ვუყურებდი ონლაინ და ძალიან ცოტა მაკლდა გამოწერამდე. და კი არა უშავს, მაგრამ დიდი მაქვს და რაღაცა აი არ ვიცი. სერსის ვამთავრებ 1 საათი დამჭამოსასმენი 1:2-ზე უსმენ ხოლმე 1:25-ზე გააჩნია ნარატორი როგორ ლაპარაკობს თუ ძალიან ლაპარაკობს კიდევ უფრო ვაჩქარებ ხოლმე. მე გუშინ ვიხრჩობოდი ღამე რასაც ქვია. კი მესვა გუშინ დამცავი, მაგრამ ამ ადგილას მაინც დავიწვი და მეფხანება ეს ადგილი ძალიან წავისვიხე კიდე დამცავი ჯერ დილაა ისევ ცხელა. დევიდის მეგობარი ყავს ჩამოსული ჩვენთან რჩება და სხვა ბავშვებთან ერთად რაღა ბავშვებთან ერთად ფესტივალზე იყვნენ წასულები და რომელსაც მოვიდნენ არ ვიცი, იმიტომ რომ უკვე ესეთი გათენებული იყო რომ გამეღვიძა. ხადა ძინავთ ახლა მაცივარი არის ცარიელი. მივდივარ ჯერ ერთგან ახალ გამომცხვარი რაღაცები ვუყიდე რომ გაიღვიძებენ რომ გქონდეთ დარიჩინის ნამცხრები და რაღაცები უნდა წამოვიღო. ჩვენთან უბანში დაცუცუნებს 2 ირემი. ერთი დიდია და ერთი არის პატარა. აქ რო გადმოვედი, მაშინ მიგზავნიდა ხოლმე დევიდის სურათებს. წინ ეზოში და აქ ბალახ-ბულახებში 1:30 სურათი აქვს ჩემთვის გამოგზავნილი. არ შემხვედრია მე არც ერთხელ. მემალებიან. ერთხელ დავიდმა რომ გამაცილა აეროპორტში. 3 საათზე მივდიოდით აქვე გაჩერებაზე ავტობუსის. ხო გამაცილა, არ შემხვედრია არაფერი. უკან რო გამობრუნდა, აი აქ იყვნენ. ამ ბალახებში. და სურათს მიგზავნის და კინაღამ გავგიჟდი.
good. How are you? You're the best. Can you help me with one thing? მე მგონი ზაფხული როა მაგის გამო მეტრო ისე ხშირად არ დადის და ერთი მეტრო არის დილით, რომელზეც მივყავარ 10 წუთით ადრე მატარებლამდე. ან მეორე აი წკიფზე რა, ცოტა რამის არ დაგაგვიანდეს. და დღეს რატომღაც ძალიან შევყევი რაღაცას დღეს დილით და მივხვდი რომ იმ წინა მეტროს ვეღარ ვუსწრებდი უკვე, რომელიც მაინც სულებს 10 წუთი ველოდა. და კაი, მეთქი გავრისკავ, რომ იქნება მეორეს მივუსწრო. ესე იგი, ამ მეტრომ დააგვიანა მატარებელი ადრე მოვიდა 1 წუთით გამასწრო მატარებელმა. 9 საათი ველოდე მეორე მატარებელს და ეხა აქ რო ჩამოვედი ავტობუსები აქაც არ დადიან ჩქარა. აქედან მაინც მივდივარ ხოლმე მალე რომ სულ რაღაცა მოდის. საბოლოო ჯამში მე მგონი იქ რომ მივალ 3 საათი გახდება რაც გზაში ვარ. 2 საათამდე მჭირდება მაშინ როცა ყველაფერი ერთმანეთს აეწყობა და ყველაფერი კარგად დადის. მატარებელმა თუ დააგვიანა, მეტრომ თუ დააგვიანა, კარგად მეყოლე. რაზე ვფიქრობდი, ანუ ეს arrangement-ი რო გავაკეთე სამსახურის და სახელმწიფოებელი ადგილის, აი რა მქონდა თავში. ბევრად უკეთეს ხასიათზე ვარ, ვიდრე დილით ვიყავი 2 მიზეზის გამო. არა, ბევრი მიზეზის გამო სულ ძალიან კაი დღე მქონდა. აბსოლუტურად გიждები ჩემს ახალ ჯგუფზე და კოლეგებზე. მართლა ძალიან საყვარლებიანია ყველანი. მიუხედავად იმისა, რომ 4 საათი ვარ გზაში, სულ მიხარია აქ მოსვლა, იმიტომ რომ ვიცი, რომ ვიჰენგაუთებთ. წინაკურეს ტაილანდურ რესტორანში ვიყავით, იმის წინ ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. სულ სადღაც დამატარებენ მოკლედ. ხა დღეს წავიყვანეს ნაყინის საჭმელად. არ უნდა ვჭამდა მე ხა ნაყინს დაგაყინულ რაღაცებს ზოგადად, მაგრამ არა უშავს სიგარაფერი. ჩემი ხელმძღვანელი მშობლებაში იმის მერე რაც სამსახური დავიწყე. იქამდე კი ვნახე რამდენჯერმე და შეხვედრაც კი მქონდა და უსაყვარლესია ეგ ცალკე. სანამ წავიდოდა მშობლებაში იქამდე, სანამ მუშაობას დავიწყებდი, მოკლედ ერთხელ ვიყავი აქ, რომ რაღაცები გაგვერჩია. რამდენიმე პროექტია, მოკლედ რაშიც ვარ ჩართული. იმდენი შედეგი მაქვს უკვე, რომელიც მინდა რომ ჩემ ხელმძღვანელს ვაჩვენო, მაგრამ 2 კვირა კიდე არ იქნება აქ. ეს ერთი პროექტი მინდა რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერს გადავუარო ხვალ და ჩავხურო. სანამ ჩემი ხელმძღვანელი ჩამოვა, პრეზენტაციასაც ყოფილი მაქვს უკვე და მოწესრიგებულია ეგ თემა და ბექაპებულია ყველანაირი კოდი და შედეგები. მე მეორე პროექტი, რომელიც შედარებით უფრო საჩქაროა, მაგას 1-2 კვირა მიტოვებული მაქვს. ხელახლა უნდა გადავხედო ყველაფერს, რაც გავაკეთე. 2 ანალიზი მაქვს მისამატებელი. ამ კვირაში არ ვიცი რამდენი დრო დამჭირდება მაგაზე, მაგრამ მაგასაც ჩავხურავ და დავდებ თაროზე. ლიტერატურულ მიმოხილვაზე მაქვს მე სამუშაო. პატარ-პატარა რაღაცები მაქვს, რასაც მივხედავ მე როცა დრო დამრჩება. ისე რომ ჯერჯერობით მე მგონი ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ბევრი საქმე კი მაქვს, მაგრამ ისეთი საქმეა, რომ მართლა მეხალისება და არ მეზარება. გუშინ დავიწყე ახალი წიგნი The Wedding People ქვია. ისე მომწონს გუშინ დევით ვაპარაკებოდი 1-20 წუთი გაუჩარებლად. შარშან შემხვდა რაღაცა TikTok-ი ერთი გოგო ამბობდა, სულს მივყიდიო შმაქსო, ამ 5 წიგნის ხელახლა წაკითხო რომ შემეძლოსო და ერთ-ერთი იყო ეს Wedding People. ამერიკაშიც ვეძებდი შარშან, როიქენ მაინც ვნახავთ, კი ვერსად ვერ ვიპავა ეს წიგნი. და როგორც იქნა დაიდო ბუქბიტზე, ოღონდ დაიდო შვედური ვერსია. ჩემი შვედური არა, მაგდონეზე რომ აუდიო წიგნები გავიგო. ხა და მე ლაშამ მოიღო წყალობა ჩემზე და გამომიგზავნა ეს წიგნი. მადლობა ლაშას. იფიქრებთ დეაფეხიცად მიდიხარო, მაგრამ დღეში ესეთი მიზანი მაქვს, რომ ვიარო 10 კილომეტრი. ეს 10 კილომეტრი ძალიან ბევრია. ისე რომ ადგე და გახვიდე საღამოთი, როცა სახლიდან მუშაობ და არსად გასასვლელი არ ვარ. საღამოს რო ავდგები და წრეებს რომ ურტყავ და აქეთ-იქით დავდივარ 7 კილომეტრამდე ძლივს ავდივარ ხოლმე. ხა და ეხლა როცა შემიძლია რომ უსალა სადგურამდე ფეხით მივიდე, რაღაცა წავიდე ავტობუსით, როცა შემიძლია რომ უბრალოდ გავისეირნავსა და მაგიტყვა ოფისში სიარული კარგი, რომ ესე პასიურად ძალიან ბევრ ნაბირს გავიმეზე, რომ არ ფიქრობ, რომ ესე deliberate გახვიდე და იარო 10 კილომეტრი მასე არ არის და ბევრად უფრო ნაკლებ რესურსს მოითხოვს. ხა და მაგიტო მივსეირნავ ეხლა, სადმე ჩქარება.
ირემზე რო ვლაპარაკობდი არასდროს არ ხვდები არ მეთქი ეხა ვირბინე და სახლში მოვდიოდი და ნახეთ ვერ მხედავს მარიამს ვუწერდი voice message-ებს და გართული ვარ ლაპარაკში და უცებ გადავდივარ გზაზე და დავინახე და ისე შემეშინდა არ გაიქცეს მეთქი უკან გამოვიქეცი ისევ და ეხა შორიდან მიზუმებული ვუღებ რომ არ გაიქცეს მე რა საყვარელია ბევრად უკეთაა შეფუთული ამჯერად ეს ამთავარი